დღევანდელ ვიდეოში განახებთ ახალ განახლებას, რომელიც Brawl Stars სრულიად შეცვლის. მაგალითად, ახალი Pro პასი, რომლიდანაც განახებთ, რის აღება შეძლებთ უფასოდ ამ ფულის დახარჯვით. ასევე ახალი აპდეიტების შემდეგ გაჯეტების ულიმიტოდ გამოყენება შეგეძლებათ და ასევე Ember-ის სრულიად შეიცვლება. ხო, დარჩით ვიდეოს ბოლომდე, რადგან გაიგოთ ყველაფერი, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და მოიმარჯვეთ პოპკორნი. გამოდის ახალი Brawl პასი, იგივე Pro პასი. ძველი Brawl პასი არ გაქნება, მაგრამ დაემატება ახალი პასი, რომელიც Brawl პასზე ბევრად მაგარი იქნება და გაგრძელდება 4 თვის მანძილზე, მაგრამ $24 ეღირება. როგორც ჩვეულებრივ Brawl Pass, ამ Brawl Pass-აც იქნება ფასიანი და უფასო მხარეები. უფასო მხარეში შეგიძლიათ აიღოთ 6 ცალი Pro Skin upgrade-ი, რომელსაც ცოტა ხანში გეტყვით თუ რა შეუძლია, ასევე შეგიძლიათ 34 ranked სტადროპის აღება, 34 ჩვეულებრივი სტადროპის აღება, 8 mythic-ი, 8 legendary, 50 gem-ი, 1 hypercharge სტადროპი და 3-დან 4-მდე legendary სტადროპი, რაც ძალიან მაგარია უფასო მხარისთვის. სანამ ფასიანი Brawl Pass-ის ნივთებზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით ახალ Pro Skin-ის სიახლეებს. გამოდის ახალი Rarity Skin-ი, რომელსაც ერქმევა Pro Skin-ი. ამ Pro Skin-ით შეგიძლიათ რომ 29 gem-იანი skin-ი გახადოთ 300 gem-იან skin-ად. მოკლედ, რა შეასაქმე? ყოველ აპდეიტზე გამოვა 29 gem-იანი skin-ი, რომელსაც ერქმევა Pro Skin-ი. არ შეგიძლიათ gem-ებად ყიდო, მხოლოდ იქნება ფასიან Brawl Pass-ში, მაგრამ თავარი ის არის, რომ თქვენ შეგეძლებათ აი ამ upgrade-ების გამოყენება, რომელსაც ამ Pro Pass-იდან აიღებთ, რომ გააძლიეროთ ეს უმაგრესი skin-ი. ეს skin-ი თავიდან დაიწყება ჩვეულებრივი მოდელით, ანუ ჩვეულებრივი 29 gem-იანი skin-ის მოდელი ექნება. ერთი upgrade რომ გამოიყენოთ, გახდება 80 gem-იანი, ერთიც რომ გამოიყენოთ, გახდება 170 gem-იანი, ანუ მოემატება ტყვის ეფექტები, სოლის ეფექტები და ასე შემდეგ. ასევე ერთი upgrade-ს რომ გამოიყენოთ, აიკონიც ექნება უკვე თავისი, ასევე უფრო მაგარი ეფექტები, ერთიც რომ გამოიყენოთ, უკვე სიკვდილის ანიმაციები და ბოლო upgrade, რომელიც გახდის hypercharge skin-ის დონემდე და უფრო მაგარ დონემდე არის თქვენ როდესაც დასპაუნდებით, ამ skin-ს ექნება თავისი განსაკუთრებული ანიმაციები და სიკვდილისასაც. ესეთი upgrade არც ერთს არ აქვს, ანუ არც hypercharge და არც legendary-ს, ანუ Pro Skin იქნება ახალი ყველაზე მაგარი Rarity Skin-ი თამაშში. ასევე თამაში ემატება ახალი რანკი, რომელსაც Pro რანკი ერქმეოდა, ძველ რანკედის აიკონებს ეცვლებათ ფერები და უფრო ლამაზი ხდებიან, როგორც ხედავთ, ასე გამოიყურება. ასევე რანკედს სრულიად ცვლიან, როგორც ისიც, როდესაც ახვიდოდი ვთქვათ, ბოლო რანკზე, რომელიც იყო მასტერი, თქვენ დაგაბრუნებდათ სულ დაბლა ბრონზეზე, ახლა ეს ყველაფერი იცვლებ, როდესაც ახოთ მაგალითად მასტერიზე, თქვენ მხოლოდ 3 რანკს დაგაკლებს, ანუ თუ მასტერიზე ხართ, ჩამოგიყვანს legendary ერთი, რაც ძალიან მაგარია. ასევე რანკედში უფრო მეტი შეეხლია, როდესაც თქვენ ახვალთ mythic რანკზე, ახლა თქვენ დაგჭირდებათ 12 გამაქსული brawleri, რომ გააგრძელოთ თამაში. ვიცი ეს ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ამასთან ერთად Brawl Stars კიდევ ერთი სიახლე აქვს, როდესაც გამოვა აპდეიტი, ჩვენ ყველა აპდეიტზე გვაჩუქებენ რამდენიმე გამაქსულ brawlers. ხო, არ მოგესმათ, თუ მაგალითად შელი ყავთ 0 power-ზე, უფრო სწორედ power-ზე, შეიძლება გაჩუქონ 11 power-იანი შელი, რაც ძალიან მაგარია და გაამარტივებენ ასე რამდენიმე brawlers გვაჩუქებენ ყველა აპდეიტზე, რომელიც ავტომატურად გაიმაქსება. როგორც ისიც ახლა შეგიძლიათ 3 გაჯეტის გამოყენება და ეს ყველაფერიც იცვლება, ყველაფერს ცვლიანი მენა, რაც თქვია. ხო, ახლა უკვე შეგეძლებათ აი ამ გაჯეტების მთელი მაჩის მანძილზე ულიმიტოდ გამოყენება, რაც ძალიან ოუპალ ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაებალანსებინათ, გააკეთეს ასეთი რამე. თითო გაჯეტზე დაგჭირდებათ მინიმუმ 7-დან 30 წამამდე დრო, რომ უკვე მეორე გაჯეტი გამოიყენოთ. ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული გაჯეტის სიძლიერეზე. მაგალითად, თუ გაჯეტი ძალიან სუსტია, შეგიძლიათ ყოველ 8 წამში ან 7 წამში ერთხელ გამოყენება. თუ გაჯეტი საშუალოა, დაუახლოებით 10-დან 15 წამამდე და თუ ეს გაჯეტი ძლიერია, 16-დან 30 წამში ერთხელ შეგიძლიათ გამოყენება. ხო, ეს ყველაფერი არ ვიცი რამდენად კარგი იქნება და რამდენად არ არის თამაშს. საინტერესო იქნება ნამდვილად და ასევე Ember-საც შეეხება ამ brawlers უკეთებენ მთლიან reworks, როგორც გაუკეთეს ადრე რამდენიმე brawlers, Max და ასე შემდეგ. უფრო ტყვის rework-ი იქნება ესეც. დღეისათვის სულ ეს იყო, ოცბად დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, Brawl Talk-ი იქნება თუ არ ვწდები 21-დან 20 თებერვალს, გავსტრიმავ და შემოდით. ჩვენ კიდევ შევხვდებით მეგობრებო მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის.